მე მგონი რაღაც სერიოზული კრიზისი მზადდება მათ სისტემაში და საერთოდ მაინტერესებს თქვენეული შეფასება, აი თუნდაც ახლა არ ვიცი შორს აგვიყვანს ამაზე საუბარი, მაგრამ ევროკავშირმა დაასანქცია რუსეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ ყოფილი რუსული კომპანია ინტერეო, რომელიც თელასა და ხრამხესის 50%-ზე მეც ესე ვთქვათ აკონტროლებს. მე არ ვიცი რა პრობლემა იქნება, მაგრამ ევროკავშირის სანქციების 21 პუნქტის ფარგლებში დასანქცირებულ კომპანიათა სიაშია ეს კონტორა. შეიძლება არ ვიცი ახლა თელასის საერთოდ ძალიან უცნაურია, იცით, აი ასე ძახიან ამ ჯანდაბას რუსული ფირმები ყველანი არიან სანქციის ქვეშ. ინგლისი განსაკუთრებით იბრძვის ამისთვის და რაიმე საგანგებო მდგომარეობა ხო არ იქნება, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ გაითიშა სხვადასხვა რაიონებში საქართველოსი ელექტროენერგია. რასთან გვაქვს კავშირი საქმე, მე მართა მიჭირს ამაზე საუბარი, თვითონაც არ ამბობენ მთელ საქართველოს შუქი რო გაითიშა, არც გამოძიების შედეგია, არც არაფერი, მალავენ, ხელისუფლება აშკარად მალავს. სიმართლე გითხრა, მე მართა არ ვიცი ვინ არის ენერგეტიკის ესე ვთქვათ წინამძღოლი საქართველოში, მაგრამ ვალდებულები არიან ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. რას ფიქრობ ამაზე და დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხარ. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა მოწვევისთვის. გასამო პირიქით გიორგი. თქვენი ეთერით მინდა რომ კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვხატოს ინგლისის პატიმრებისადმი ჩვენს ქვეყანაში. სასამართლოში დღეს რა ხდებოდა ნახეთ ალბათ, ხო? დიახ, სასამართლოში ნახეთ ეს სიმპტომური არის. ეს არის სიმპტომური რეჟიმებისა ზოგადად და ქართული ოცნების რეჟიმისა მათ შორის ის რაც ხდება სასამართლოში, ის რადაც გადააქციეს სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი შტო ხელისუფლების არის პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანტორა, ხო? ივანიშვილის კანტორა. გავლენის ქვეშ არიან ბიჭების კლანის მიერ მართული. ნამდვილად, ხო, მე არ დამავიწყდება ირაკლი კობახიძის სრულიად უწიფრად ნათქვამი ფრაზა, ან როგორ არ შეწვა ეს რო წარმოთქვა, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც ადრეო ცუდ საქმეებს შადიოდ, ახლა კარგ საქმეებს შადიანო. ან ეს ჯერ როგორ უნდა თქვა, ან მოსამართლეზე როგორ უნდა თქვა. გიორგი, კონსტიტუციონალისტი არის. არა, რის თქმა მინდა, იცი, კონსტიტუციონალისტია ვითომ, წესით საერთოდ ხელუხლებელი უნდა იყოს სასამართლო, კაცო, ცალკე სისტემა არის, ეს მესამე ხელისუფლება არის და ამათმა დაიმორჩილეს, დაიმონეს რაღაცა 8 და 12000 ლარიანი ხელფასები დაუნიშნეს და იყიდეს სასამართლო. ეს არის ენით აუწერელი უმსგავსობა რა. და იმიტომაცაა ესეთი ამბავი. ნამდვილად გეთანხმებით, პირდაპირ გადმოიბარეს ნაციონალური მოძრაობის მდგომარეობა, სასამართლო მაშინას იყო მორჩილი, რა ვიცი, რომ გადავხედოთ სტევარდნაძის დროს უფრო მეტი დამოუკიდებლობა მოსამართლეებს. და ეს გვაქვს აი სრული კრახი, როგორც საერთო სასამართლოებში ყველა ინსტანციაში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში. სრულად აქვს დაქვემდებარებული და სამარცხვინო გადაწყვეტილებებს იღებენ, სრული უწიფრობა, ეხლა კიდევ ერთხელ კობახიძის ნათქვამს რომ დაუბრუნდეთ არა, მან პირდაპირ თქვა რომ ახლა კარგ საქმეებს აკეთებენო ის ადამიანები, ვინც გინგირგვლიანის მკვლელები, ასე ვთქვათ, ლმობიერებით შეიწყნარა ის ადამიანები, რომლებსაც რაც დებენ ბრალს, ხო, რომ სასამართლოს მეშვეობით ხდებოდა რეკეტი და ასე შემდეგ ქონების გადაფორმება, აი ამ ადამიანებზე ახლა იძახიან და პოლიტპატიმრებიო, როდესაც ამბობენ ამ ხელა ამნისტია რომ გამოაცხადეს, ხო, ვის გამოიყვნენ ეს პოლიტპატიმრები. წინა ხელისუფლების პოლიტპატიმრებზე არის საუბარი, ხო, და შემდეგ ჭულუკიანის კომისია თავიდან ბოლომდე რომ ამაზე იყო აგებული თუ რა ხდებოდა მაშინ 9 წლიან პერიოდში და ეს მოსამართლეები სად იყვნენ? ძალიან მაინტერესებს. და მე თქვენ რომ ესენი ახლა კარგ საქმეებს აკეთებენ. ეს არის სიმპტომური, ისევე როგორც არის სიმპტომური საფუძვი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ხო? რაღაცნაირი სიმბოლო არის ელექტროენერგიის კრიზისი და ელექტროენერგიის გათიშვა მთელ ქვეყანაში. ან რამდენიმე ფაქტი შეიძლება მოვიგონოთ, მაგრამ ასეთი ერთმანეთის მიყოლებით მთელი ქვეყნის სრული პარალიზება, სრული გათიშვა, ოდესაც პასუხი არ აქვს. არა აქვს. ხელისუფლების წარმომადგენლებს არანაირი პასუხი არ აქვს.
ეს არის ერთგვარი სიმბოლური დაბრუნება 90-იანებში. მე ახლა არ მინდა პირდაპირ პარალელი დავავლო, თუმცა ბევრ რაღაცას ხედავ, როგორ გვაბრუნებენ 90-ში და მე ამაზე მინდა რომ ვისაუბრო, ხო, თუნდაც ამ რაღაცა არაფორმალური ჯგუფების შექმნით ცემატყებით რომ ემუქრებიან და გვახსოვს ჩვენ ხო პარამილიტარისტურმა ჯგუფებმა როგორ დააღუპეს ეს ქვეყანა არაფორმალურმა ჯგუფებმა. მაგრამ ის რაც თქვენ გძანეთ რომ თითქოს ისინი ვერ ხვდებიან რომ აგონიაში არიანო ეს უნახავს ისტორიას. ახლა ჩაუშესკუს მაგალითი რომ ჩაუშესკუს ბოლომდე ჯიხს იცემდა გულზე. ჩაუშესკუმ ბოლოს ივანიშვილის მსგავსად ძალიან ხალხმრავალი მიტინგი დააორგანიზა, რომელიც აღმოჩნდა დასასრულის დასაწყისი. კი, მე არანაირი სურვილი არ მაქვს. მართლა გულწრფელად ვიძახი, რომ ივანიშვილმა ამ ნებისმიერმა ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ყველაზე ოდიოზურმა პირებმაც დაასრულონ თავიანთი კარიერა სიცოცხლეზე აღარ ვამბობ, ჩაუშესკუსავით. მაგრამ, როდესაც იქცევი, როგორც იქცევიან რეჟიმები და როდესაც უკვე აღარაფრის გაგონება აღარ გსურს, როდესაც რეალობას კარგავ, რაც არ უნდა ჯიხს იცემდე, უნდა მიხვდე, რომ რეჟიმი ძალიან ერთბაშად შეიძლება ჩამოგეშალოს და დაგეგრეს თავს. აი ამ თემას შეეხეთ. აი ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ახლა მე ვიცი რომ კარგად ერკვევა თქვენი პარტიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ენერგეტიკულ პრობლემებში. რა გახდა ხუდონი გესის ამუშავება? 84% დამთავრებულია ეგ ყველაფერი. აი მართა მეკვირს ახლა მე სულ შემთხვევით წინა კვირას ბათუმში მარშრუტკით მივდიოდი და ესე იგი რიკოც უღატეხეს რო გადაცდებით. ერთი 37 დავთვალე ეს ისენი ქარის წისქვილები. თითო ღირს 3-დან 5 მილიონ დოლარამდე. ხუდონი გესი გააკეთონ, კაცო. მართა გეუბნებით ძალიან დიდი შველა იქნება ეს ხო სეზონურია ენგურგესია და ახლა ენგურგეს ამუშავებენ და ნახევარზე მეტი აბსვა სეპარატისტებს აძლევენ იქეთ. ჯერდი რატო უნდა მისცენ, კაცო. არასწორია ეს ყველაფერი და ფაქტს გეუბნებით რა ხუდონი გესი თუ გააკეთდა ну აი სადღაც 60%-ით მოიმატებს ელექტროენერგიის წარმოება და თან მუდმივად იქნება ეს სეზონური არ იქნება და არავინ ამაზე პასუხს არსებს საზოგადოებას და უნდა ვიცოდეთ თუ კი ღია საზოგადოება ვარ და თუ კი დემოკრატია არის კეთილი უნდა გვითხრან არ არის ეს ნორმალური რომ უკვე რა ვიცი ერთ 5-6-ჯერ გამოითიშა სხვადასხვა რაიონებში საქართველოსი ელექტროენერგია და ეს არის კატასტროფა ჯერეთ ინტერნეტითა და იმით სარგებლობის პრობლემაც იქნება და ითიშება უკვე რამდენჯერ გაითიშა ინტერნეტი არ აინტერესებთ იცი და აი თქვენ ოპოზიციური პარტია ხარ და მოდით რა მოითხოვეთ ოფიციალურად მოითხოვეთ მათგან პასუხი რა პრობლემები აქვს ენერგეტიკას საშიშია ეს ძალიან საშიშია თან ზაფხულია ახლა და მე არ ვიცი ხა დამსვენებლები მე როგორც გავიგე მთელს იმას საქართველოს შუქი რო გაითიშა პანიკა იყო ბათუმში, პანიკა იყო გუდაურში. არ არის ეს სწორი და ამაზე პასუხი უნდა მივიღოთ ხელისუფლებისაგან. თქვენ რას ფიქრობთ აი ამ მიმართულებით? ბატონო დავით, თქვენ გეხსომებათ ძალიან კარგად, რომ ხუდონ ჰესის საკითხი და პრობლემა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების მახსოვს და დეტალი არ გაეჩერებინათ მაშინ რა. დიახ. ანუ დღევანდელ დღეს საქართველოს რომ ჰქონდეს ხუდონ ჰესი და ნამოხვანის ჰესი. კი, ნამოხვანის კარგი სიზიერის. საქართველოს არ იქნებოდა ენერგეტიკული პრობლემა საერთოდ, ხო? არც ამბობენ ამას და რუსეთიდან ყიდულობენ ელექტროენერგიას, კაცო და არ არის ეს სწორი და მართა არ არის სწორი. საქართველოში 26,000-ზე მეტი მდინარე გვაქვს, ხო? 26,000-ზე მეტი მდინარე. მართალია უმეტესობა ძალიან პატარა მდინარეებია, მაგრამ ჰიდრორესურსები არის ის, რომელიც ენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს. ახლა მე მცირე ჰესებზე არ ვისაუბრებ, მცირე ჰესებს კიდევ მცირე ჰესები ძალიან კარგი და ეფექტური საშუალებაა. ბევრ სოფელში და არის ეს პრობლემური, მაგრამ დიახ, ის დიდი ჰესები, ხო, მარტო ხუდონ ჰესი რომ იყოს და ნამოხვან ჰესი ამ ქვეყანას ენერგეტიკის ელექტროენერგიის პრობლემა ნამდვილად არ ექნება. ახლა ენგურ ჰესთან დაკავშირებით მე მესმის ეს პოლიტიკა
ქართული ოცნების პოლიტიკა არ არის, ეს პოლიტიკა აქვს ჩვენს სახელმწიფოს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვინდა აფხაზებთან შერიგება და გვინდა მშვიდობიანად რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ამას აქვს ბუნებრივია თავისი მიზეზი, რატომაც ამ თემას შეეხეთ, გიორგი, მაპატიეთ რა. იცით რა, რაღაც აი პოზიციას არ დაუფიქსირები ამ ხელისუფლებას ტერიტორიულ მთლიანობაზე. გასუსულები არიან, აღარ 12 წელია და 13 წელია არსებობენ ესენი და არავით არის რა, არ არის. მე მახსოვს, ბეიზინა ივანიშვილი ამბობდა, რომ 5 მილიარდ ჩავდებთ, მივხედავთ აფხაზზე და შემოვიერთებთ. რამე ხდება, არაფერი არ ხდება და რატო ვაძლევთ დენს ამდენს? იყო დასაწყისში 40%, ეხლა 57%-ს აძლევენ ემგურგესისას. არ არის სწორი. ხო, მე მეცაც გეტყვით, ბატონო დავით, საერთოდ ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლება რომ არ ახსენებს ოკუპანტს იმ შიშით, რომ მე გვესმის კარგად რა არის მათი რეალური შიში, იმიტომ რომ ისინი რუსეთის დამქაშები არიან, მაგრამ ოფიციალურად ამას რომ ყიდიან, რომ აი ჩვენ მშვიდობის მსვლელები ვართ, ჩვენ არ ვაღიზიანებთ რუსეთს და ჩვენ პერიოდში ომი არ ყოფილა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სოციალური ოკუპაცია არ არის. სოციალური ოკუპაციის პერიოდში მარტო ამ ბოლო 14 წლის განმავლობაში რამხელა ტერიტორიები აქვს მიტაცებული რუსეთს. რამდენი სოფელი, რამდენი ტერიტორია, რამდენი საძოვარი ნელ-ნელა მოდიან და გადმოაქვთ საოკუპაციო ხაზი, გადმოაქვთ მართულ ხვართები, განსაკუთრებით შიდა ქართლზე არის, ხო? საუბარი თბილისიდან სულ რაღაც რამდენიმე ათეულ კილომეტრში. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან არ ჩასულა კობახიძე. და ამ ბოლო პერიოდში, როდესაც არის გააქტიურებული ეს თემა, როდესაც ორმხრივ ხელშეკრულებას დებს ეგრეთ წოდებულს რუსეთის ფედერაცია ვითომ სამხრეთ ოსეთთან და თვითონ ტერმინი ორი ოსეთის დამკვიდრება რომ სურთ ჩრდილოეთ ოსეთისა და სამხრეთ ოსეთის მას რომ არიღებს ქართული ოცნება ამაზე და მაშინ როდესაც ჩემმა კოლეგებმა თაზო დათუნაშვილმა გრიგოლ გეგელიამ ალდეს კონფერენციაზე ჩააწერინეს რეზოლუციაში ამ პრობლემის შესახებ. რატომ? იმიტომ რომ ჯერეთი ეს ალდე არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების კონფერენცია და პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური ოჯახია მართალია ევროპული, მაგრამ იმ ალდეში გაწევრიანებული არის ევროკავშირის 18 ქვეყნის მმართველი პარტიები. და ის ადამიანები წარმართავენ ევროკავშირის უდიდესი ნაწილის პოლიტიკას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ოცნება ამ დროს არის გასუსული. რაც შეეხება ენერგეტიკულ თვალსაზრისით, ეხლა ისე რომ დაუბრუნდეთ თქვენს თემას, ხო? განახლებადი ენერგია და მწვანე ენერგია, მზის ენერგია იქნება ეს თუ ქარის ენერგია არის ის რესურსი, რომელზეც ეხლა მთელი მსოფლიო გადადის და არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის საქართველოში ამისი შესაძლებლობა. ეხლა გორის ქარის ელექტროსადგურები თქვენ ახსენეთ ეს თავდაპირველად 7 არის იქა, მაგრამ იქ ახლა არის თქვენ კარგი რაღაცა თქვით. ჩვენ ყველაზე მეტი მდინარეები გვაქვს, ყველაზე მეტი 21000 ძალიან დიდი ციფრია და მე ვფიქრობ რომ ჯობია ხუდონი ხეზე იფიქრონ, მან აღარ მახსოვს ზუსტად სადღაც 18-დან 30 მილიონამდე დაждდება ხუდონი გესი რომ წესრიგში მოვიყვანო და გააკეთონ, მოიფიქრონ, ან ინფორმაცია მოგვაწოდონ, რამეს აპირებენ თუ არა. ჩვენ ძალიან ბევრს ვიხდით 600 მილიონამდე უხდით რუსეთს დენის ექსპორტის დროს. გამტარი არის ხო საქართველოს თურქეთს აწვდიან რუსები. და ჩვენ გვაძლევენ რა ვიცი ძალიან დიდ თანხებს ყრით ამაში და ეფიქრათ ან გვითხრან აპირებენ თუ არა აი ამ ხუდონი გესის და ნამახვანია კიდე არის რაღაცა 3 გესი არის ასამუშავებელი და პირიქით შეიძლება ექსპორტზე გაუშვათ ელექტროენერგია. ხმას არიღებს არა. დიდი ჰესები პრობლემას გადაჭრის დიდი ჰესები, ხო? დიდი ჰესები ხო? პატარ-პატარა ჰესი ხა რომელმაც შეიძლება სოფელიან თემი დააკმაყოფილოს ეს სხვა საკითხია, მაგრამ ქვეყანაში ენერგეტიკული პრობლემები, ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი რომ არ იყოს, ამისთვის საჭირო არის დიდი ჰესები. გარდა ამისა, ისევ თელასის საკითხს რო დაუბრუნდეთ, ხო? თელმიკოსი და რაოვესი და ხო, როდესაც 75% 3/4-ს დედაქალაქის ენერგოგამანაწილებლისას ფლობს რუსული კომპანია. რუსული კომპანია, რომელიც არის ამ შემთხვევაში დასაქცირებული, ეს არის
რა თქმა უნდა, პრობლემა ჩვენი ქვეყნისათვის. რუსული კომპანიის ხელში რომ არის ეს ყველაფერი, ხო? რუსული კომპანიები დღესდღეობით არის სანქციების სიებში, რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს ინტერესია, გავიჭედები ჩვენ, იცი, გიორგი, ხელისუფლება ვალდებულია ინფორმაცია მოგვაწოდონ. არ არის ეს პატარა საქმე, რომ ეს ინტერაო გაჭედეს, ხო? ჩვენს სხვადასხვა მოდელები არსებობს. გისმენთ, კი ბატონო, ცოტა დრო რჩება. შემთხვევაში, ხო, საქმე იმაშია, რომ პრობლემა რუსული კომპანიის დასანქცირება კი არ არის. პრობლემა გაცილებით უფრო ღრმა არის. რა თქმა უნდა, რუსული კომპანიები დასანქცირდებიან. და რა თქმა უნდა, ის ბიზნესები, რომლითაც ახლა რომელზეც რეჟიმი დგას, ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან, რომ დასანქციდნენ. ისევე როგორც ბიზნესმენი პერსონალურად დასანქცირდა სწორედ რუსეთთან თანამშრომლობის გამო, როგორც რუსი ბიზნესმენი და როგორც რუსი ოლიგარქი დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მაგრამ რეალური საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ქვეყანა იქითკენ მიყავთ, რომ მომავალში ადვილი შესაძლებელია ქართული ბიზნესი, ეს ორი სიტყვა შეთანხმება, შეიძლება გახდეს ისეთი ბრენდი, როგორც არის ბელარუსული ბიზნესი, როგორც არის რუსული ბიზნესი. და ნებისმიერი ქართული ბიზნესი სწორედ მათი ანტიეროვნული, პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო შეიძლება პოტენციურად იყოს დასანქცირებული. რაც სერიოზული დარტყმა იქნება ქართული ეკონომიკისთვის, რაც სერიოზული დარტყმა იქნება აქ დასაქმებული ადამიანებისთვის და პატიოსანი ბიზნესისთვისაც მათ შორის. იმიტომ რომ ეროვნული ბიზნესი, ქართული ბიზნესი თუ გახდა სინონიმი პრორუსული რეჟიმის მიერ მართული ქვეყნის ბიზნესისა, ეს არის ძალიან სერიოზული რისკები და ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ქართულ ეკონომიკას დაარტყამს პირველ რიგში. ჭირსაც საუღია ქართული ოცნება და ჭირსაც საუღია პრორუსული ყველაფერი და ყველა. მაგრამ ამის გამო არ უნდა დაზარალდეს ქართული ეკონომიკა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ამ საქმეებსაც, ბიზნესმენებსაც, ხო, ბიზნესმენებს გიორგი მოვასწრომინდა რა. ძალიან მაინტერესებს თქვენი პარტიის პოზიცია. ახლა ეს მართა დიდი დანაშაულია ჩემის აზრით. ეს ისა მეორე აეროპორტის აშენებაზე რატომ გადააქვთ აქცენტი და თან ჩინელების დახმარება უნდა სისულელეა. ის არის სამხედრო ბაზა, სამხედრო აეროდრომი იყო ეს ქვედა ჩვენი აეროპორტის ქვედა მხარე. თან ეს დღევანდელი თბილისის აეროპორტი თურქების ხელში არის, თურქული ფირმა განაგებს მას. რა თუნდაც ეს მეორე აეროპორტზე ამ ხელა ფულები ჩაღრა თან ჩინეთის დაინტერესება ამითი. აი არ მესმის, იცი, მართა არ მესმის. არა ვართ ახლა ჩვენ ისეთი ქვეყანა, სადაც აი ასეულ ათასობით ადამიანი დაუშვა თვითფინანსში. არ არის, ნუ ახლა თურქეთს აქ არ ნახულა დიდი აეროპორტი. 8-10 მილიონ კაცი ისტუმრებს და ჩვენთან არ არის ესე, თან სეზონურია მხოლოდ ჩვენთან ეს საფხულობითაა, რომ რეისები მატულობს და ასე შემდეგ. აი ვერ ხვდები, იცით, აი რატო აქ ამ კობახიძეს ინტერესი ამ მეორე აეროპორტზე? ყოველ შემთხვევაში ის სამხედრო დანიშნულებისა და გეხსომება თქვენ ფაქტურად ამერიკელები დაეხმარნენ იმ აეროპორტის კეთილმოწყობაში და რადარების დგას იქ და ყველაფერის. აი ჯინაზე აკეთებენ ამას ჩემის აზრით. თქვენ რას ფიქრობთ? ნუ საერთოდ მე მახსოვს რომ თვითონ ავთან ამ ოპერატორ კომპანიასთან თავის დროზე საკმაოდ კაბალური პირობები იყო. კი, ძალიან ცუდი პირობებით მიუყიდეთ თურქეთს. შემდეგ გაუხანგრძლივეს, ძალიან გაუხანგრძლივეს და რა თქმა უნდა, ახლა საქართველოს სჭირდება უფრო კარგი და უფრო დიდი აეროპორტი, თუმცა ის რომ პრობლემა უფრო გლობალური არის და მე რა თქმა უნდა შორს ვარ იმას რომ ყობახიძე შეიძლება რაიმე ინტერესი გქონდეს და ყობახიძე შეიძლება წყვეტდეს ასეთი მნიშვნელობის საკითხებს, რომელიც ეხება ჩინურ ინტერესებს, რომელიც ეხება ირანულ ინტერესებს. ეს რა თქმა უნდა ისეთი ლიგა არის, სადაც ყობახიძე ვერ თამაშობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის გადასაწყვეტი საკითხებია, მაგრამ ისე ვიქით მივდივართ, რომ სტრატეგიული პარტნიორები ძალიან ცოტა ხავს ასარჩევად ივანიშვილს და ყოველ შემთხვევაში ის სია, საიდანაც მან შეიძლება ამოარჩიოს, არის სამწუხაროდ ქვეყნები ჩინეთი, ირანი, სხვა აზიური ავტორიტარული ქვეყნები, რომელთან ურთიერთობაზე საერთოდ უარი კი არ უნდა ვთქვათ, ეკონომიკურ ურთიერთობაზე, აზია საუბარი.
არც ჩინეთთან, არც ირანთან და არავისთან დასავლური ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატებიც ვაჭრობს, ხო, ჩინეთთან და ყველაზე მეორე ბაზარი არის სიდიდით მსოფლიოში, მეორე ეკონომიკა არის. ამაზე არ ვსაუბრობ და ანაკლიის პორტის პერსპექტივის ჭრილშიც, რა თქმა უნდა, ჩინეთთან როგორც რაღაც მეორე ბოლოსთან, ხო, სავაჭრო შეკავშირებულობის, ხო, ეხა ერთი არის ერთი კონტინენტის ევროპის, მეორე არის აზიის. ჩინეთი იქ მთავარი სამიზნეა, ოღონდ, როდესაც შენ სტრატეგიულ პარტნიორად ირჩენ ჩინეთს, ირანს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ მეტოქეებს, ხო, დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. აი ეს არის პრობლემა და მულტივექტორულ იმაზე რომ გვესაუბრებიან საგარეო პოლიტიკაზე მაკა ბოჭორიშვილმა რა მულტივექტორული პოლიტიკა უნდა აწარმოოს და თუნდაც ირაკლი კობახიძემ ან სადა აქვს საქართველოს ამის ფუფულება ან ვისა შეფასებები გაუკეთა ამერიკას მე ვფიქრობ რომ აი ამერიკამ უნდა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ეს პაპუაშვილი რა სისულელები მოდიალა ამ ბიჭმა კაცო არ არის ისტორია არ შეიძლება ამერიკის ესეთი ლანცვა ჩვენ მაინც დამოკიდებულები ვართ მათზე 7 მილიარდი არის ჩვენთან კრედიტი შემოტანილი ამერიკელებისაგან და ეს პაპუაშვილი ჩააფრინდა ამ შეერთებულ შტატებს და სულ დროს თამაშობს ამ მიმართულებით. ევროკავშირთან მიმართებაში, გერმანიასთან მიმართებაში რა ვარდსაც გერმანიას ამოიჩება გაუგონარემ. არა, ნუ ევროკავშირზე ეს მან საგანგაშო რამ გააკეთა გუშინ განცხადება. რომ საერთოდ ვიღირს თუ არა ამ ახალ ევროკავშირშიო ჩვენო წევრობაო ჩვენი სუვერენიტეტი დგებაო საფრთხის ქვეშ ეს არის პირდაპირ პუტინის სულკოვის ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატიის დოქტრინა და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ ისინი მოქმედებენ რუსული სახელმძღვანელობით პირდაპირ მათი რუსების აი ჰიბრიდული ომის გამოვლინება არის ეს რუსული სატელიტური რეჟიმები ეს ავტორიტარული რეჟიმებისთვის პირდაპირ აქვს დაწერილი სახელმძღვანელო ტერმინოლოგიის დონეზეც. ან ვითომ რაღაც გამოგონილი სუვერენული დემოკრატიისა, ვითომ სუვერენიტეტს იცავენ და სტრატეგიულ პარტნიორებად აირჩიეს ისეთი ქვეყნები, რომელთაც ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გაეროში მათ შორის პირდაპირ ზურგი გააქციეს, ხო? რაც შეეხებოდა ჩვენს იძულებით გადაადგილებულ პირებს ჩვენს ქვეყანაში, ხო, დევნილებს. ყველა იმ რეზოლუციას, რომელიც პირდაპირ ეხმიანებოდა საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მათ მხარი უბრალოდ არ დაუჭირეს და ქართული ოცნების მიერ მტრად გამოცხადებული დასავლური ქვეყნები, რომელთანაც დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, მათ გაიფუჭეს ურთიერთობა, ხიდები დაწერეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პირველად მოხდა, რომ ქართული ოცნების პირობებში სტრატეგიული პარტნიორობა გაგვიუქმა. მათ, რა თქმა უნდა, გააგრძელეს ჩვენი მხარდაჭერა. ისევე როგორც ამას აკეთებენ 3-10 წლზე მეტია და ყოველთვის, როდესაც, ყოველთვის მაშინ და ყოველთვის იქ, სადაც საჭიროა, დგანან ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოებრიობის გვერდით და უჭერენ მხარს ქართული ეროვნული ინტერესების გამტარებელ რეზოლუციებს. განსხვავებით მათ მიერ არჩეული ავტორიტარული რეჟიმებისაგან. აქ კიდევ ერთხელ ჩანს, კიდევ ერთხელ არის ლუსტრირებული რეალურად ქართული ოცნებას და მათი ვითომ მოკავშირეებით. არავის მიუწია ქართული ოცნებისთვის უფლება, რომ აწარმოოს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა. რეალურად საქართველოს პირობებში მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა ნიშნავს ამას. არა, თუ არა ხარ ცივილიზებული სამყაროს მხარეს, თუ არ ხარ ევროკავშირის მხარეს, თუ არ ხარ ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს, მაშინ გამოდის რომ ხარ მისი მოწინააღმდეგეების მხარეს და ზიანდება შენი ეროვნული ინტერესები. ხარ რუსეთის ანაბარა, ხარ ჩინეთის ანაბარა და ირანის ანაბარა და გაცილებით უფრო დიდი საფრთხეების წინაშე აყენებ შენს ქვეყანას. გეთანხმებით გიორგი, ძალიან ამიხარდა. იმიტომ ქართულმა ხალხმა პირდაპირ თქვა 2008 წელს პლებისციტით რომ მას უნდა ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ისევე როგორც კონსტიტუციაში ჩაიწერა 78 მოხდა. მე მგონი ესენი დიდხანს ვერ გაძლებენ, აი ჩამოსრიალდებიან რა და ახ იქნება მაგაზე. გიორგი, დიდი მადლობა აი ამ ინფორმაციისათვის. მართა მახარებს თქვენთან საუბარი და მე მართა მინდა რომ აი ლელომ ყველაფერზე პოზიცია დააფიქსიროს რა. თქვენ ყველა სერიოზული ძალა ხართ საბოლოო ჯამში რომ უკვირდები გამოცდილებითაც, პოლიტიკური წარსულითაც ყველაფერი და ყველაფერი უნდა გაანალიზდეს, ყველაფერზე უნდა ვიფიქრო და მაქსიმალურად მინდა რომ აი თქვენმა და თქვენნაირმა პარტიებმა ესე ვთქვათ
საქმის კურსს ჩააყენო მოსახლეობა რა დღეში ვართ რა ყოფაში ვართ და მართა როგორც უყიდები ეს ხელისუფლება ალბათ აი აგვისტოს ბოლომდე ან შეიცვლება ან გაკოტრებულები წავლენ აქედან ნუ რაღაცა ცვლილებების მოლოდინი ყველას აქვს და რაღაცა ეგეთი მოხდება და მინდა რომ წარმატებულები იყოთ თქვენც მადლობა ამ საუბრისათვის აუცილებლად მოხდება